ჩვენ თუ არ შეთანხმდებით ძევი ჩვენ როგორ აღიშვათ მითხარ ამას გეუბნები რომ საშვის გარეშე შეუშვით ერთი ბაგა ვიზა რუსები და მონოპოლები თავი პარადი ვერ შეიძლება რა მე მინდა ოფიციალური ბეჭდიანი ქაღალდი დავიბრუნო არა მე ავიდე ზემოთ რა პრობლემაა ჩავჩავ რა ეს რა გაქვს საყოველთაო წერილი მაშინ ეს რა აგერა მოგწერილი ბოჭა ხომი რომ ხოთან ამ წერილი არა მე უნდა ავიტანო ზემოთ მე ჩემი ხელით და ავიტანო კანცელარიაში ზემოთ ეს უნდა გადავიღო რატომ მე თქვენ მოთხოვნა რომ დაგრესტრირდეთ ხო რომ შეგატყობინეთ ქუჩაში ხდება ეს თქვენ თქვენ და ყველაფერი რა გამოსახულება ქუჩაში აპლესახურებით თქვენ ოფიციალური პირი მე ვარ ისა მოქალაქე რომელსაც ჭირდება ზემოთ ჩაბარება საფუძვის წერილის ჰა რატო არ მიშვით ზემოთ აბა შემიშვით მომისმინე ვერ არ გიცნობ შეიძლება ის კოლეგები ხარ და ვერ მოგცემთ ვერ ხართ ვერ მოგცემთ ვერ გიცნობ კაცო საბუთი მას ვაჩვენე ვინა არ გიცნობ როგორ უნდა მოგცემ ქუჩაში შემოწერილი აი როგორ უნდა მოგცემ საბუთი ვაჩვენე ვინა რა პრობლემაა ჩემი ასლა რა პრობლემაა მორჩა ავიდეთ მაშინ всё რა ქვია ავდივარ მე ვქება არ ამას ხო ესე იგი თქვენ არა და ეს არ მიშევთ ჩვენ ავდივარ კარგი დიდი მადლობა შემიძლია ოფერმა მოსლები არა თუ შეგიძლია არ ჩამოსულიყავი შეგიძლია მე მოვედა ქალაქები არიან და აზია ჩაფრთხილება. ჩვენ ვიყავით საფრთხის ხელისუფლების წარმომადგენლობასთან, რუსეთის მთავრობასთან და არ გვიშობა შიგნით. იმისათვის რომ კაცნებაში დავტოვოთ წერილი. უბრალოდ წერილი. ჩაკეტეს ჯერ ლიფტი ჩამიკეტეს, ახლა კი კარები ჩამიკეტეს. რომა ჩვენ არ ვიღებთ კარებს და ხალხს გაუხლებთ კარებს. ასე გეგმობენ ეს საქართველოს ხალხი დიდებებს. აი ზუსტად ასე გეგმობენ და ასე შეუყურებს. გამარჯობა, რა გიქნებათ კარებს? ხო, მე აქ პროფესორი არ ვიყო, მე მინდა კაცები. ერთი წუთით. ერთი წუთით რა. ჟურნალისტები ვარ, ჩემო გვიშვით, კაც შემოგვიშვით. ჟურნალისტები ვარ. თქვენ სახლში ხო არ მოვდივართ, არა? ეს არის საჯარო დაწესებულება. ვინ ახლა ბაჭო მე ვისაუბრებ პრეზიდენტს წავა. შეგიშვით და ჩავიმარე, მე კი არ ვიდე აბსოლუტურად არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. არ ჟურნალისტები და კანცელარიაში შესაძლოა. შუა, ეს საერთოდ პრეზიდენტი რომელიც ოფიციალურად ჩავშინიდეო, რამდენჯერ მოვიტანე წერილი, იმდენჯერ საერთოდ ასკიამილი და ვერაფერი მე დავამტკიცე. ეს მინდა გადიქცევდეს. არც თქვენ არ შეგიშვებენ, უნდა თქვათ სახელმწიფოებრივად. როგორც ჩარ არ თქვენ შეგიშვით, ხო? აი ჟურნალისტები ვართ, იქნებ შემოგვიშვათ. ვინ? ანუ დაურეკე მოვიდეს. რა ნომერია პატრონ? 112 დაურეკე პირდაპირ. კარები გააღე. ანუ გამარჯობათ. იცით რა არის? მე გაწუხებთ მალხას პატარაია. ახლა ჩვენი ეს ახალ დაგრების შევიდა ჩვენი პრეს-ცენტრი იმაში შენობაში ჩაუკეტეს კარი და ფაქტურად ძელად ყავთ აყვანილი და შიგნით არ ვიცი რას უშვებიან და გვინდა პატრონი გამოვიძახოთ. 42 ყაზბეგის 42. პრესამსახურის წარმომადგენლები რატომ ყავთ პრესამსახური? რაში უფლეთ? უნდა გამოვიდეს და ჟურნალისტები, რომლებიც მოსულები ვართ, უნდა შეგვხვდეს და გავხდეს პასუხი, თათბირია არცალია, ან რაიმე სხვა არის დამაბრკოლებელი. რატომ არ გამოდის არავინ და არ იცავენ პასუხს? რატო არ მიშევთ? რა არის პრესამსახურის ფუნქცია? თქვენ ხო იცით, არა? ჩვენ წარმოვადგინეთ ბეიჯი, ან გამოვიდეს პრესამსახური, არ შეგვიშვას. სხვა ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს. რამდენ ხანში დაუშვით საშუალებას? არ იცით? უბადოდ ველოდოთ აქ?
არ გეუბნებიან მიზეზს რატო არ შვებენ საშუს. და ჩამოვიდა რომ მე მომეწოდა ხო როგორ მოგწევთ კიდე ლებამოსილი პირი რაღაც ან საბუთის არ მომიდგინე და რაღაცა მეთქი და არაო საბუთი ხომ იცნობ თუ ისე მე ზევით ავავტო სად არის ეს მე-6 საათზე წავიდეთ რა ესე ჩვენ წარმომადგენლები და ჟურნალისტის გაყვა ესე იგი შევიდა იქ შიგნით მე-6 საათზე აი ჟურნალისტი ჩაკეტეს კარები და 9 საათი იხავდა და თქვენთვის რუარ და ამერიკა ალბათ არც გამოუშვებო რა გამოვიდა ჩვენ გარეთ ჩაწერილია ჟურნალისტებს დაურეკეთ და თქვენს დაგირეკეთ კი პრობლემა ის გვაქვს რომ ჩვენ ვიდა კანცელარიაში შესვლა და არ გვიშვებენ ჟურნალისტებს ამშვების შიგნით ჩვენ ვიდა ეს ყველაფერი წერილის გადაცემა დავაფიქსიროთ ვიდეოზე და ამაზე უარს გვეუბნებიან დავალებას რომ გაიეთიდო, მე როგორც იქნა ვიღა დეპარტამენტის უფროსი მოვიდა. რატომ მეჭიღავები ეს უცებ? გამოვიდეს პრესამსახურიდან ვინმე და ადუხსნას რატო არ გვიშვებენ? ჟურნალისტი ვარ და გვაქვს უფლება შემოვიდეთ. რატო არ გვიშვებენ? საშუ რატო არ გამოწერეს ჩვენზე? აგვიხსენით რატო არ გამოწერეს საშუ ჩვენზე? გაგუჩნდება ლიფტი, გაგუჩნდება და შემოუშვით კაცო. არ ვერ შემოუშვით. რატო ვერ შეგვიშვებთ? გითხარით, აი, აგვიხსენით რატო ვერ შეგვიშვებთ? მაშინ საშუ გამოწერეთ ჩვენ. რატო არ გამოწერეთ აქამდე? რატო არ გამოწერეთ საშუ იქნებ გითხრათ ვინმე? კაცი ეფეხი ნუ მე მიმაშვები. პრესამსახურიდან გამოვიდე და აგვიხსნათ რატო არ გვიშვებთ? ჩვენ ჟურნალისტებს რატო არ გვიშვებთ? უნდა დავაფიქსიროთ გადაცემა უბრალოდ ამ მისი რა ქვია განცხადების. რატო არ გვიშვებთ? დაუშვა საშვი და მინდა. რატო არ დაუშვით აქამდე საშვი? 1 საათია აქ. მე არ მეხება საშვის და. ვისაც ეხება, რატო არ დაუშვით აქამდე? პრესამსახური არ ყავთ ხელფას რაში უხდით? საშვაბი ევროში. ხელფას რაში უხდით პრესამსახურს აქამდე რატო არ გამოვიდა არავინ და რატო არ გვიხსნის, რატო არ გვიშვებენ ჟურნალისტებს? გამოუშვით კაცო, თორემ მთელ იმაში იქნებით სოციალურ ქსელებში იქნებით გამოჭედილი და გინდა ეს კაცო. უკვე დაფიქსირდა სახე ძალიან კარგი. რასკი, აბა ვისთან მივიდე? იქ არ გვიშვებთ, ჩაგვიდე. არ გვიშვებდა, ვისი ბრალია, მე გეუბნები, მე არა მაგ ადამიანებთან. არა, მე მოგმავნე შენობა. შენობა, ჩემი შენობა. მე კიბოთ. მაშინ რატო გიშვებენ თქვენ და რატო უნდა გავწოთ თქვენ პასუხი? იმიტომ სანამ სინამას გაიგებთ, მაგას ბევრი დრო დასჭირდა. ვინც? რასკი ბევრი დრო დასჭირდა. ფუნქცია იცი რა არის? რა ხოდა მე თუ მეკითხები რა არის, შენ ჩემი ფუნქცია უნდა იყო და მე ამით თქვენი ფუნქცია რომ გამოდიხარ და რატო გწევთ პასუხს ეს? რატო მეკითხებ მაშინ? რა გამოდიხარ და მე მჭირდება პასუხი? მე არ მოსულა, შენ შემოგვიდი. ეს ინფორმაცია არის თუ არა? ეს არის პრესამსახურის ნომერი, რომელიც საშუა ბიუროში მოგვაწოდეს, თუმცა უკვე მესამე დრო ეკავდა და არავინ არ პასუხობს. თქვენ მოგეცემათ რომ ჩვენ აფხაზთა კრების წარმომადგენლებმა გავგარდეთ აქცია პარაზიტების წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენი აზრით მისხედან აგერ ზუსტად აფხაზეთის მთავრობის სახით. ჩვენ გქონდა ასე ვთქვათ წერილი მაგათვის, რომელიც უნდა აგვიტანა კანცელარიაში ჩაგვიბარებინა, მაგრამ სამწუხაროდ ამის ნება არ დაგვდეს. მიზეზებსაც ვერ მეუბნებოდი, იმიტომ რომ ვისაც ეს ევალებოდა ყველა დაიმალა, ვისაც არ ევალებოდა, რა თქმა უნდა, მუნჯი ვიდიდგა, ეს დაფიქსირებული იქნა ვიდეოზე და ვერაფერს ვერ მეუბნებოდა, წარმოიდგინეთ რამდენი შეგვიძლია. მე გადავწყვიტეთ საშუალო არავინ არ გვეძებდა, გადავწყვიტეთ ავსულიყავით ჩვენი ასე ვთქვათ ნებით. ამ დროს ჩამკეტეს მე, დანარჩენი ჩემი მეგობრები უკვე გარეთ დარჩნენ და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ვიყავი ასე ვთქვათ ჩაკეტილ მდგომარეობაში, ჩვენი ზენაზე ვილაპარაკოთ ძევლად აყვანილი, რომელიც არც იქით ვიშვებდნენ, არც აქეთ ვიშვებდნენ. მე თქვენს რომ უბრალოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელს გადავებოდო, 9 საათის მერე გამოჩნდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოკლედ კი შემოგიშვებთ ოღონდ ჟურნალისტების გარეშეო, მე კიდევ ჟურნალისტები ვიტომ ჭირდებოდა რომ ამასთანავ ორი წერილი შეტანილი მაქვს უკვე და არ მივიღია პასუხი და ეს მიდოდა დამიფიქსირები და ზუსტად ვიდეოზე ჟურნალისტების თანდასწრები. აი ზუსტად ამიტომ მიდოდა და უარი რო გითხრეს მე რა თქმა უნდა შელაპარაკება დაიწყო უმტყუნა ნერვებმა ბატონ დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოთარ გარბელიამ რომელმაც მითხრა რომ მე და ჩემი მეგობრები რომლებსაც აქცია გავმართეთ ვართ მართული ოდესიდან
და რა თქმა უნდა ჩემგანაც მიიღო პასუხი რომ ისინი არიან დღეს მთავრობის სახით მართულები არიან პუტინისგან კონკრეტულად და რუსეთიდან ასე ვთქვათ იკვებებიან, მაგრამ იკვებებიან უბრალოდ ჩვენი გულით. და აი ამას მოყვა ეს ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული შეხლა-შემოხლა, რომელიც მაინც ვაიძულეთ ყველა დისტანციის დაცვით ვაიძულეთ აგვეტანა ჩაგვეპარებინა ასე ვთქვათ ჟურნალისტების თანდასწრებით ეს წერილი. ჟურნალისტები შეუშვეს. ჟურნალისტები არ შეუშვეს სამწუხაროდ. მე ვიცი რომ თქვენ არ შეგიშვეს, ესე იგი თავისუფალი ზონის წარმომადგენლები არ შეუშვეს, მაგრამ ჩვენი კამერა ესე იგი მოახერხეთ მაქსიმალურად გავიტანეთ, რომ თქვენ ხებით გავიტანეთ, მოახერხეთ რომ შეგვეტანა და დაუგვიფიქსირებინა ეს გადაცემის პროცესი წერილის. სანამ მე იქ ვიმყოფებოდი ჩემს მეგობრებს, რა თქმა უნდა, იქიდან მეძახდნენ ამ მდგომარეობაში ვარ, რამე ხო არ მიჭირს და ამ დროს უკვე ჩემმა მეგობრებმა გამოიძახეს პატრული, რომელიც მოვიდა და პატრულის თანდასწრებით ასე ვთქვათ, არ ვიცი შეიძლება მაგალი მოქმედა თუ რამე მოქმედა, ნუ მოკლედ ასე თუ ისეა ჩვენ გავიტანეთ.